2025 წლის 7 აპრილს პოლიციელები ვამბრუენის ოლქში მივიდნენ. მათ მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად აღნიშნულ მისამართზე ძებნაში მყოფი ადამიანი შენიშნეს. 58 წლის მორგან სკოტ პერიში მძიმე დანაშაულის ჩადენაში იყო ეჭვმიტანილი. ამიტომაც პოლიციელებს მისი დაკავების ბრძანება ჰქონდათ. Hey, Mr. Gaffney. So we just arrested his son. Yeah, I know that. Yep. Got a telephone call. Yep. The son's the one that let us know that they were all staying here. So both of them have warrants. I haven't seen him this morning. Okay. All right. ადგილზე მისვლის შემდეგ ისინი შეხვდნენ მამაკაცს, რომელსაც პერიშზე ფურგონი ჰქონდა მიქირავებული. Which one is his dad staying in? He's the big one. The RV. But I don't know where He's wanted for a serious offense. And you don't want to get charged for harboring. No, I sure don't. Right. All right. So let him know that Justin, we already talked to Justin. I just heard him. Did you? Yeah. გამომდინარე იქიდან, რომ პერიშს პატიმრობა ემუქრებოდა, ის ფურგონიდან გამოსვლას და დანებებას არ აპირებდა. I ain't got the key. Okay. Morgan, Sheriff's Office. Morgan Parish, Van Buren County Sheriff's Office. We have a search warrant for the property. Come out with your hands up. მორგანმა ფურგონის კარი ჩაკეტა. Come on out with your hands up. მალევე მან ავტომობილში გაურკვეველი მოწყობილობა აფეთქა. აფეთქების შედეგად ფურგონში ხანძარი გაჩნდა. დაძაბული სიტუაციის გამო პოლიციელებმა დახმარება გამოიძახეს, რომელთა შორისაც რამდენიმე გამნაღმელი იყო. ადგილზე მისულმა სპეცრაზმა ფურგონი ალყაში მოაქცია. In the doorway. He's got that pipe in his hand still. Right. I'm blowing up. ეჭვმიტანილი ყვიროდა, რომ ის ყველას დახოცავდა, ვინც ავტომობილში შესვლა შეეცდებოდა. მალევე ფანჯარაში ნივთი გამოჩნდა, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღს ჰგავდა. If he raises that, then you hit him. Okay? He's going to be on the front end of the RV now. I'm gonna light it up out here. Okay, get ready. Get ready. Hit him. Hit him. Hit him. Hit him again. Come out! Get out! პოლიციელებმა ავტომობილში ცხრამსადენი აირი შეუშვეს. პერიშმა ამ დროს კარი გახსნა და კიდევ ერთი ასაფეთქებელი გადმოაგდო. Stay back. Stay back. Put your hands up the door! Less lethal deployed. რამდენიმე წამში მას პოლიციელმა რეზინის ტყვია ესროლა. Get ready. გასროლის შემდეგ პოლიციელებმა ეჭვმიტანილი დააკავეს. Come out with your Hands up! Come out! Come out! Don't move. Don't move. Don't move. Hitch, if he moves back this way, you hit him again. I can't see. ამ შემთხვევის შედეგად არც ერთი პოლიციელი არ დაშავებულა. დამნაშავე კი კლინიკაში გადაიყვანეს. პერიში 18 მძიმე დანაშაულშია ბრალდებული, რომელთა შორისაცაა ტერორიზმი, მკვლელობის მცდელობა, ასაფეთქებელი ნივთიერების შენახვა, ცეცხლსასროლი იარაღისა და ტყვია წამლის შენახვა და თავდასხმა სამართალდამცავებზე. დანაშაული 50 წლიდან უადო პატიმრობამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. კოლუმბუსი, ოჰაიოს შტატი. 2024 წლის 1 აგვისტოს პოლიციის განყოფილებაში ზარი შედის. ირკვევა, რომ ბენჟამენ უილერი საკუთარი ოჯახის წევრებს დანით ემუქრება. პოლიციელები ადგილზე მიდიან და სახლის კართან უილერს ხედავენ. უილერი აცხადებს, რომ მას იარაღი აქვს. I am armed. I will defend myself. You say you're armed? I am armed. Where? In my room. Do you have a gun on you now? I may have. Do you have a weapon on you? I may have. I don't have to tell you, sir. Yes or no? Do you have a weapon on you, dude? Just tell us so we can all be safe. I want to be safe. We're here with your family. I got a family. ის სახლიდან გამოსვლაზე უარს ამბობს. გამომდინარე იქიდან, რომ ეჭვმიტანილი შესაძლოა შეიარაღებული იყოს, პოლიცია სპეცრაზმს იძახებს. დაახლოებით 18 საათისთვის სპეცრაზმის წევრები უილერთან კომუნიკაციის დამყარებას ცდილობენ. მოლაპარაკება უშედეგოდ სრულდება. სპეცრაზმის სახლში შესვლას იწყებს. ისინი ხედავენ, რომ ეჭვმიტანილს დანა აქვს. უილერი დანით ერთ-ერთ პოლიციელს ხელში ჭრის. Benjamin! He's got it. What was that? All right. Okay. Back up. დაჭრილი პოლიციის თანამშრომელი სასწრაფოდ კლინიკაში გადაჰყავთ. ამის შემდეგ საქმეში მძიმე ტექნიკა ერთვება. დამნაშავე ბარიკადებს აშენებს და მალევე პოლიციის მიმართულებით დანას ისვრის. He's throwing shit at him. That's kind of, it's not funny, but. He just threw a knife at him.
სპეცრაზმელები უკან იხევენ, ხოლო დამნაშავე სამზარეულოში იმალება. Their Deep dog's in the kitchen inside. again. Deep in the kitchen. Coming to the front door with a knife. Coming to the front door with a Ben, knife. drop the knife. Drop the knife, Ben. Ben. უილერი პოლიციის მიმართულებით ახლა უკვე სხვადასხვა ნივთებს ისვრის. Stay to the left. Do not Holy go. Do shit. not go to the right. Stop throwing things. not go to the Benjamin. right. Benjamin. Benjamin. Taser. Holy fuck. Benjamin. We get knockers in that window. Benjamin, come to the door. პოლიცია სახლის მიმართულებით სროლას იწყებს. სპეცრაზმელი კი სახლში კვამლის ხელყუმბარას აგდებს. ამის შემდეგ სახლში დრონს უშვებენ. როდესაც პოლიციელები შენობაში არსებულ სიტუაციას ხედავენ, ისინი სახლში შესვლას ისევ ცდილობენ. სახლში შესვლის შემდეგ სპეცრაზმელები ძლიერ წინააღმდეგობას აწყდებიან. Surprise you. Shit. That was the drone. Now's the frying pan. Oh. I thought it was the drone coming back at us. დამნაშავე პოლიციელების მიმართულებით ნივთების სროლას განაგრძობს. მორიგინას სროლის შემდეგ სპეცრაზმელი მისი მიმართულებით ფლეშყუმბარას ისვრის. აფეთქების შემდეგ ისინი ელექტროშოკერს იყენებენ. როდესაც სპეცრაზმი სამზარეულოს კარს უახლოვდება, დამნაშავე ერთ-ერთ მათგანს დანით თავს ესხმის. უილერმა მის გარდა კიდევ ერთი პოლიციელი დაჭრა. ამის შემდეგ სპეცრაზმის წევრები მას ცეცხლს უხსნიან. დამნაშავე დაჭრილია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის სარდაფში ჩასვლას მაინც ახერხებს. პოლიციელების ერთი ნაწილი უილერს მიხვება. მეორე ნაწილს კი შენობიდან დაჭრილი თანამშრომლები გაჰყავს. დაჭრილი პოლიციელები სასწრაფოდ კლინიკაში გადაჰყავთ. Is he tactical? No, he's in the base. Which leg? Is he stabbed? Left? Yeah. Lower left leg, you sweet. შენობაში დარჩენილები სარდაფში ჩასვლას არ ჩქარობენ, რადგანაც მათ იციან, რომ დამნაშავე ყველაფერზეა წამსვლელი. He's shot. He's hit. Where's Bunker? Bunker! I need my bunker up here! No, get that attack view. Give me the attack view. What? Give me the drone or the attack view. That's him down there. სპეციალური მოწყობილობის მეშვეობით პოლიციელები სარდაფს ათვალიერებენ და ისინი ხვდებიან, რომ დამნაშავე საფრთხეს უკვე აღარ წარმოადგენს. He is down. He is down. His hands are right there. Watch his hands. სარდაფში ჩასვლის შემდეგ ისინი უილერს ხელბორკილებს ადებენ, We need a medical. მაგრამ რამდენიმე წუთში ის მიღებული ჭრილობის შედეგად იღუპება. ცნობილია, რომ სპეცოპერაციის დროს პოლიციას მისი დაკავების ბრძანება ჰქონდა. სახლის ჩხრეკისას პოლიციელებმა სარდაფში ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩინეს. ამ შემთხვევიდან 2 დღის შემდეგ დაჭრილი პოლიციის თანამშრომლები კლინიკიდან გაწერეს. 2025 წლის ივნისში ინციდენტიდან თითქმის 1 წლის შემდეგ ნაფიც მომსაჯულებმა სპეცრაზმის მოქმედება მიზანშეწონილად მიიჩნიეს. ამიტომაც მათ ყველა სახის ბრალდება მოიხსნათ.